ჩინეთს ამ მომენტისათვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რომლის დათმობასაც არ აპირებს, თუმცა უცნობია ამერიკა ჩაერევა თუ არა სამხედრო გზით, თუ კონფლიქტი გამწვავდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გადაზიდვების ზონაა, შეერთებულ შტატებს არ აწყობს ამ სტრატეგიულ ტერიტორიაზე მისმა მეტოქე ჩინეთმა დაამყაროს თითქმის სრული კონტროლი. ამას ჩინეთი გამოიყენებს გეოეკონომიკურ ბერკეტად და იმაზე დიდ გავლენას მოიპოვებს მსოფლიო ვაჭრობაზე, ვიდრე იშვიათი მიწა ელემენტების საშუალებით უკვე აქვს, რაც ამ ვიდეოში დეტალურად განვიხილეთ. შეერთებულ შტატებთან ერთად ამ ზღვის გადაზიდვებზე არიან დამოკიდებული მისი მოკავშირეებიც, როგორიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა და ფილიპინები. თითოეულ მათგანთან კი ამერიკას ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რითაც პასუხისმგებლობას იღებს მათ უსაფრთხოებაზე და ნებისმიერი სერიოზული დაძაბულობა რეგიონში რისკავს ამერიკის სამხედრო ჩარევას. ამერიკის ახლო პარტნიორად ითვლება სინგაპურიც, რომელსაც შეერთებულ შტატებთან თავდაცვის ხელშეკრულება არ აქვს, მაგრამ სინგაპური დიდი ხანია ამერიკულ ხომალდებსა და სამხედრო თვითმფრინავებს საშუალებას აძლევს გამოიყენოს თავისი ბაზები, საჰაერო სივრცე თუ პორტები. სინგაპური კი მდებარეობს მალაკას სრუტეზე, ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ საზღვაო ობიექტზე მსოფლიოში, საიდანაც გემები სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში ხვდებიან. შესაბამისად, შეერთებული შტატები ვერც მაშინ უყურებს მოვლენებს მშვიდად, თუ მალაკას სრუტეში შეფერხებები იქნება. ამ სტრატეგიულ სრუტეზე კი მეტ ინფორმაციას ამ ვიდეოდან მიიღებთ და არ გამოტოვოთ. ამიტომ შეერთებული შტატები 2015 წლიდან ახორციელებს ნავიგაციის თავისუფლების ოპერაციებს, FONOPS, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რაც გულისხმობს ამერიკული სამხედრო გემების და ავიაციის მიზანმიმართულ გავლას იმ წყლებში, სადაც ჩინეთი ითხოვს სუვერენიტეტს ან ზღუდავს უცხო ქვეყნების გადაადგილებას. ამ ოპერაციების მიზანია დაიცვას საერთაშორისო ნავიგაციის თავისუფლება და აჩვენოს, რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვა არ არის ერთი ქვეყნის ექსკლუზიური სივრცე. 2025 წლის ზაფხულს კი ფილიპინების სასამართლოში გამარჯვებიდან 9 წლის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა პატივიეცა სასამართლო განჩინებისათვის და შეეწყვიტა რეგიონის დესტაბილიზაცია. რომ შევაჯამოთ, სამხრეთ ჩინეთის ზღვა ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური რეგიონია, სადაც კონფლიქტი ნებისმიერ მომენტში შეიძლება წარმოიშვას. ჩინეთს ამ მომენტისათვის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რომლის დათმობასაც არ აპირებს, თუმცა უცნობია ამერიკა ჩაერევა თუ არა სამხედრო გზით, თუ კონფლიქტი გამწვავდა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? გამიზიარეთ კომენტარებში.